უახლესი ინფორმაცია აჟიოტაჟისა და შედეგების შესახებ, რომელიც გამოწვეულია ნიუ-იორკის მერის სავარაუდო სამართლებრივი მცდელობებით, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში ჩასვლისას დაეკავებინათ სექტემბერში. ასე რომ ირან მამდანის ნაბიჯები აშკარა დაბრკოლებას წააწყდა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი არანაირი ფორმით არ დააკავებენ აშშ-ში ყოფნისას. ახლა ბევრი აკრიტიკებს მამდანის მის პოლიტიკურ შოუზე, მას შემდეგ რაც მან ბოლო დღეებში განაცხადა, რომ მათ იურიდიულ დეპარტამენტს ესაუბრებოდა. როგორც ჩანს, ეს ეხებოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემულ დაპატიმრების ორდერს ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ისრაელის ქმედებებთან ღაზაში. ნეთანიაჰუს მოსალოდნელია, რომ ორ თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი მკაცრად აკრიტიკებს მერის ქმედებებს, ასევე უწოდებს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ფსევდო სასამართლოს, რომელსაც არ აქვს იურისდიქცია ამერიკელებზე ან ისრაელებზე. დამატებითი კომენტარისთვის სასიამოვნოა მივესალმო დანი დანონს, ისრაელის ელჩს გაეროში. ეხლა ნიუ-იორკიდან გვიერთდება. ბატონ ელჩო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ეს პოლიტიკური შოუა თუ პოლიტიკური თეატრი? რას ფიქრობთ ზორან მამდანის მცდელობაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრება მოითხოვოს? აშშ-ც საერთოდ არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი და მერს უბრალოდ არ აქვს უფლება ვინმეს დააპატიმროს ან ასეთი ბრძანება გასცეს. ყოველ შემთხვევაში აშკარაა, რომ პრობლემა არსებობს. რას ფიქრობთ თქვენ? ეს აშკარად პოლიტიკური შოუა, იცით? უსაფუძვლო განცხადება. ყველა მიცის ეს. მანდანიმაც კი იცის, რომ მას არ აქვს იურისდიქცია. აშშ-ში არ არის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი. არ არსებობს დაპატიმრების ორდერი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს. გარდა ამისა, არსებობს შეთანხმება გაეროსა და აშშ-ს შორის, რომელიც ლიდერებს საშუალებას აძლევს გაეროში სიტყვით გამოვიდნენ. შემიძლია მოგცეთ გრძელი სია ლიდერების, რომლებიც ჩამოვიდნენ, იცით, დიქტატორები, იცით, და მათ ადარებენ პრემიერ-მინისტრს. მაჰმუდ აჰმადინეჯადი გაეროში სიტყვით გამოვიდა. მუამარ კადაფი, იასირ არაფათი. ასე რომ, ეს შოუ მაიო მამდანის თავისი პრობლემები ჰქონდა. სამწუხაროდ, ის ვერ ასრულებს თავისი კამპანიის დაპირებებს. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ უფასო ავტობუსების, უფასო საცხოვრებლისა და ხელმისაწვდომი ბინების საკითხებს მიხედოს, ის ადანაშაულებს ისრაელს, ის ესხმის თავს ისრაელს და თუ ვინმე უნდა დააკავონ, ეს თავად მაიო მამდანია. იცი, ის სიძულვილს აუცელებს. ის ებრაული ორგანიზაციების წინააღმდეგ აღვივებს მტრობას. მათ ასე მოიხსენიებს. იცი, ბნელძალებს, მონსტრებს, ის სინამდვილეში აქებს ჰამასის ტერორისტებს, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ. და მხოლოდ გასულ კვირას მან თავისი კომისარი გაგზავნა გაეროში ირანის ელჩთან შესახვედრად. მხოლოდ ბოლო წუთს ეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტმა გაუქმა. ამიტომ ვფიქრობ, უნდა კონცენტრირდეთ იმ ამოცანებზე, რაც მერის პოზიციაზე გაქვთ და საგარეო პოლიტიკა დაუტოვოთ ვაშინგტონში იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთან მუშაობენ. ბატონ ელჩო, როდესაც კონკრეტულად ვუყურებთ იმ ხარდაჭერას, რაც ამ საკითხმა თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღო, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ იბრძვის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ 52,000 უდანაშაულო მომიტინგე მოკლა. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები. და ის აგრძელებს, ამბობს, რომ ბოლო 47 წელია ამერიკელ ჯარისკაცებსა და სხვებს ხოცავს. რა თქმა უნდა, ირანის რეჟიმზე საუბრობს. რატომ არ აკრიტიკებს ზორან მანდანი მსოფლიო ლიდერებს და მათ, ვინც ტერორისტულ თავდასხმებზეა კონცენტრირებული მთელ მსოფლიოში? ამის ნაცვლად ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ისრაელსა და პრემიერ-მინისტრზე. კარგი, თქვენ უნდა გკითხოთ მას, რატომ აკეთებს ამას. იცით, სამწუხაროდ ზოგს ეგონა, რომ არჩევნების შემდეგ ის შეეშვებოდა სიძულვილის ენას, რომელსაც იყენებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ის აგრძელებს ამას. და როგორც ადრე ვთქვი, ის რეალურად ურთიერთობს შეერთებული შტატების მტრებთან. იცი, არ ველოდები, რომ ის ისრაელს წარმოადგენდეს. ჩვენ არ გვინდა ის. ჩვენ არ გვჭირდება, რომ ის ისრაელს წარმოადგენდეს, მაგრამ ის რეალურად ურთიერთობს ამერიკელი ხალხის მტრებთან. და ვფიქრობ, ბევრი ამერიკელი გაღიზიანებულია, როცა ხედავს ნიუ-იორკის მერს, ირანელების მხარეს დგას და თავს ესხმის დემოკრატიას, რომელიც იცავს იმავე ღირებულებებს, რაც ჩვენ და ამერიკელ ხალხს გვაქვს საერთო. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ვიცი, რომ ეს უბრალოდ შოუა. ეს არსად წავა. გუშინ გენერალურ ასამბლეაზე გამოვედი და ჩემს კოლეგებს ვუთხარი. მაქვს თქვენთვის ახალი ამბავი. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ სექტემბერში აქ ამ შენობაში ჩამოვა, ის აქ ამ ტრიბუნაზე ისაუბრებს და დაიცავს ისრაელის სახელმწიფოს მიუხედავად იმისა, რას ამბობს მერი. შეიძლება ასეც იყოს ელჩო, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ?
რამდენად საზიანოა ეს პიარის ხლიკები, ყალბი ბრალდებები იქნება თუ არა. სათაურები ყურადღებას ამახვილებს ისრაელზე და არა ნიუ-იორკის შიდა საკითხებზე და მით უმეტეს არც გლობალურ საკითხებზე. ეს ძალიან საზიანოა. იცით, მე პრემიერ-მინისტრზე არ ვდარდობ. იცით, ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ვიცით კანონი, მაგრამ მე ვფიქრობ ებრაელებზე, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ, და ისინი ხედავენ მერს, იცი როგორ ავრცელებს სიძულვილს. იცი, ანტისემიტიზმი იზრდება. ამის გადაჭრის ნაცვლად ის თანამშრომლობს ბოროტ ძალებთან, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ. ეს არის პრობლემა. იცი, ზოგადი განცდაა, რომ ხელმძღვანელობა არ აქცევს ყურადღებას იმას, რაც უნდა გააკეთოს. ანუ ნიუ-იორკის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენ ნამდვილად დავაკვირდებით ამას. ეს მართლაც შემაშფოთებელი სიტუაციაა. ვაფასებ თქვენს დროს, რეაქციას და შეხედულებებს ელჩო დენი დანან, პირდაპირ ეთერში ნიუ-იორკიდან. მადლობა რომ იყავით ჩვენთან The Rundown-ში. დიდი მადლობა.